პიროლიზი. ერთი შეხედვით ეს ტექნოლოგიურ საოცრებად გვეჩვენება, ჩვენ ვიღებთ პლასტმასის ნარჩენებს, ვათბობთ 800 გრადუს ცელსიუსამდე ჟანგბადის არარსებობის შემთხვევაში და ვაწარმოებთ სათვავს. ნარჩენების მთების ნაცვლად ვიღებთ აირს, სითხეს და ნახშირბადის ნარჩენის მცირე რაოდენობას. იმედის მომცემად ჟღერს არა? მაგრამ ამ ტექნოლოგიას აქვს უარყოფითი მხარე, უხილავი და გაცილებით საშიში. მაღალ ტემპერატურაზე დაშლის დროს პლასტმასი უბრალოდ არ ქრება. პიროლიზი ატმოსფეროში გამოყოფს დიოქსინებს და ფურანებს, ერთ-ერთ ყველაზე ტოქსიურ ნივთიერებას პლანეტაზე. ისინი კანცეროგენულია, არღვევს ენდოკრინულ სისტემას და შეიძლება დაგროვდეს ადამიანის ქსოვილებში. დაბალი კონცენტრაციითაც კი ისინი საშიშია. მაშინაც კი, თუ 1 ტონა პლასტმასისგან 600 ლიტრი თხევადი საწვავის წარმოება შეგვიძლია, ასეთი საწვავის ღირებულება საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.